საღამომშვიდობის მოგესალმებით, მეგობრებო. იმედია ინტერნეტ ხარვეზი არ არის და მოკლედ მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ ამბავს, რომელიც რა ვიცი, ეს დახუნძლული დღე არის, ასე რომ ვთქვათ, ნიუსებით და განსაკუთრებით ესე რომ ვთქვათ, საინტერესო მოვლენა არის ის, რომ დღეს სამჯერ ჩაატარა უშიშროების სამსახურმა ბრიფინგი და სამივეჯერ სერიოზული ამბავი იქნა განცხადებული. თუმცა მე ამ ყველაფრიდან ასე რომ ვთქვათ, დავალაგოთ რა ეს ყველაფერი ერთი მეორის მიყოლებით, რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო. პირველი ის რომ თავარი და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ აი უკვე მესამედ დაფიქსირდა უკრაინიდან საქართველოში ტერორისტული აქტის მცდელობა ან საქართველოს გამოყენება ტრანზიტული გზით ტერორიზმისთვის და როგორც იქნა აღკვეთილი ეს ტერაქტი წინა დღეებიდან შედარებით, ასე რომ ვთქვათ, რადგან წინა შემთხვევაში იყო ფაქტი, როდესაც ორჯერ საქართველოს გავლით რუსეთში შეიტანეს ასაფეთქებელი ნივთიერება, დაპროგრამებული იყო ეს ყველაფერი, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, ერთი დააკავეს. არ წყვეტს ეს ჩვენი მოძმე ქვეყანა და ამას ვანიჭებ ყველაზე თავარ, ასე რომ ვთქვათ, მნიშვნელობას, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებას არ თვლიან არანაირად, ესე იგი, არაფრად არ აგდებენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის ხელისუფლებას, ამ ქვეყნის კანონმდებლობას, ის უნდა იქნას გამოყენებული დასავლური ინტერესებით. დასავლური ინტერესებში რა არის? უკრაინის ომი, უკრაინის სატელიტები, უკრაინის ხელშეწყობა, ტერაქტი იქნება, იარაღის მიწოდება იქნება, ჰუმანიტარული დახმარებები იქნება თუ ასე რა. ამ ჭრილში საქართველოს არალეგალურად იქნა რამდენჯერმე გამოყენებული ტერაქტის, ასე რომ ვთქვათ, გამტარ სახელმწიფოდ, თუმცა მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. საერთოდ არ გამოურიცხავ იმას, რომ საერთოდ არ იყო ეს ტვირთები, ეს ბომბი გათვლილი იმისთვის, რომ რუსეთში შესულიყო. რადგან საქართველოშიც დიდი უბედურებები არის მოსალოდნელი, განსაკუთრებით ამ საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით და მოულოდნელი ტერაქტები საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს არეულობას მოუმატებდა, ამაზე დაფიქრება არის საჭირო. წინა შემთხვევებში ზუსტად ასე იყო გამოყენებული, მძღოლს ქირავდნენ, ატავდნენ დანაღმულ მანქანას, რომელსაც არაფერი არ ეტყობოდა და დანიშნულების ადგილზე, როდესაც მივიდოდა მანქანა, ინტერნეტის მეშვეობით აფეთქებდნენ ამ მანქანებს. ამაში შემჩნეული იყვნენ უკრაინის მოქალაქეები, კურიერები, გადამტანები, გადმომტანები და შემდეგ იქვე რუსეთში ადგილობრივ მოქალაქეებს ქირავდნენ, რომლებიც აზრზე არ იყვნენ, რას აკეთებდნენ. ბელორუსიაშიც ასე მოახდინეს. ეს უკრაინელები საერთოდ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სადაც იქნენ გაფანტულები, აბსოლუტურად ყველა თვითონ უკრაინა გახდა ტერორისტული რეჟიმის მართული სახელმწიფო და გაფანტული ეს უკრაინული ძალები აბსოლუტურად ყველა აღმოჩნდა ჩართული ამ პროცესებში, ჩვეულებრივი ხელშემწყობი ამ დივერსიების, ტერაქტების და საქართველოში უამრავი უკრაინელი და უკრაინელის გულშემატკივარია და ბუნებრივია საქართველოც არის ამ ყველაფერში ჩართული თავის ამ ფორმით თუ იმ ფორმით, ამიტომ ეს არის ნომერ პირველი. არაერთხელ უკვე მესამედ არის დაფიქსირებული ეგ შემთხვევა და საქართველოსთან ოფიციალურად ეთყობა გასაგებენაზე არ მიემართება ამ ყველაფერს, რომ საერთოდ უკრაინიდან ყველანაირი ტრანზიტი უნდა ჩაიკეტოს საქართველოში. თუმცა ესეც არ გამორიცხავს იმას, რომ უკრაინელები სხვა ქვეყნების გამოყენებით არ გააკეთებენ ამას, იგივე რუმინეთის, იგივე ბულგარეთის, იგივე ბელორუსიის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების დახმარებით და სხვა ფორმით, ასე რომ ესეც არა პირდაპირ უკრაინასთან გადაიკეტოს ყველაფერი, ეს არ უზრუნველყოფს 100%-იან უსაფრთხოებას, თუმცა მაგ ქვეყანასთან აბსოლუტურად ყველანაირი კონტაქტი უნდა იქნას განულებული და გაწყვეტილი. თუ გინდა თქვენ საქართველოში მე მიმართავ უშიშროების თანამშრომლებს, ახლა იქ ის რომ იყვანეს, რა ქვია, დინარაძე არის, ეს რა ქვია, სტატუა ჯერჯერობით გამოიყვანენ,
გამოაგორებენ, გააგორებენ და ალაპარაკებენ და აინტრიგნებენ და მისი საქმე არის არჩევნები და პოლიტიკური ოპონენტების გადაძირვა, გადმოძირვა და ახლა უსაფრთხოების საკითხები, ახლა ისე ესმის მდინარაძეს, როგორც ახლა მე მესმის ბირთვული ფიზიკა და როგორც იმას ან გინდა ოხანაშვილს რო ესმოდა. მაგრამ ვინც არიან სპეციალისტები ამ ყველაფრის დაზვერვის, კონტრდაზვერვის უსაფრთხოების მათ ეს ყველაფერი კარგად უნდა ესმოდეს. მეორე ადგილზე მე პირადად ამ ყველაფერთან დაკავშირებით დავაყენებდი კოცებმა წინა საარჩევნოდ დაიწყეს საკუთარი გუნდის წევრების გაწირვა. საკუთარი გუნდის წევრების გაწირვა, მე ამას გუშინაც ვსაუბრობდი, გუშინ წინაც ვსაუბრობდი, ვაფრთხილებდი, ვინც იყო ივანიშვილთან, ვინც იყო კოცებთან მთელი ამ ხნის მანძილზე, როგორ დაუმთავრა ივანიშვილმა ამ ხალხს. ყველა გადააგდო, ყველა გადაყარა, ყველა დაიჭირა, ზოგი გააქცია, ზოგს 1000 უბედურება შეყარა და აი დღესაც გამართლდა ისევე ის, რასაც მე ვამბობდი. ყოფილი თავდაცვის მინისტრი, არ ვიცი ჯერ თავის დროზე მისი დანიშნვა რა იყო, ჯუანშერ ბურჭულაძე, ვიცი 8 შვილის მამაო, 6 შვილის მამაო, კაცო. ესა რა ქვია, კორუმპირებული აღმოჩნდა, თურმე უზარმაზარი ფულები მოუღუნია თავდაცვის სამინისტროში და მოკლედ ამის გულისთვის თურმე დაიჭირეს და რა თქმა უნდა ახლა თავს ვინც იღებს და MRT-ს აპარატიო რაღაცაო იქო ძვირად ყიყი და გაყიდა. მე გეტყვით რომ აი თუ თავდაცვის სამინისტროში კოცების პერიოდში განსაკუთრებით აი ახლა მეორე სროგზე რო იყვნენ ხიდაშელის თამადობით გაგრძელებული იზორიათი რაც მათ ქართული ჯარი ძარცვეს, რაც მათ ქართველ ჯარისკაცს ლუკმა მოპარეს, საჭმელი მოპარეს, ტანსაცმელი მოპარეს, ფეხსაცმელი მოპარეს და გაყიდეს. სამხედრო ნაწილებში ბაზები არ აშენებულა. თინახიდაშელი პირდაპირ ჩასაგდები იყო ციხეში. ამაზე უკვე ამ გომბიოზე, ამ ჩამოყალიბებულ სირზე, ამ იზორიაზე საერთოდ სათქმელიც არაფერი არა, ანუ ამ ბიდლამ რაც გაუკეთა ქართულ ჯარს, ყველაზე მე დაახლოებით 700 მილიონი არის გაფლანგული თავდაცვის სამინისტროდან და კორუფციული სქემებით გატანილი იზორიას მინისტრობის დროს, მაგრამ იზორია არავის არ დაუჭერია. ამოარჩიეს ეს, ამას ყველაზე ნაკლები ქონდა ნაჭამის სიმართლე გითხრათ. კარგად ვიცნობ თავდაცვის სამინისტროს სიტუაციას, კარგად ვიცი რა ხდება შიგნით და ეს არის ჩვეულებრივი მოგონილი არა, მოგონილი არა, ეს კორუმპირებული იყო, მაგრამ ეს გაფეტიშებული, რომ თურმე კორუფცია აღმოფხვრეს და აკვეთეს ამ კაცის სახელით, ეს არის ქოცური უბრალოდ ნარატივი და გაწირეს ის, ვინც ყველაზე იოლად გასაწირი იყო. თუ არა, თინახიდაშელის დროს რაც მოხდა, ბიჭო, საერთოდ ავიაცია გაუქმნა, პილოტები გაიქცნენ საერთოდ. კახეთის სისტემას, რომელიც დელტას ეკუთვნოდა თავდაცვის სამინისტროს, ანუ კოხის საწინააღმდეგო, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები მთლიანად იქნა განადგურებული, გაფარჩაკებული იქ დელტაში რამდენი უბედურება მოხდა. დღეს დარბის ხიდაშელი წამოპლაკურია ეგერ ამერიკაში. ხო და იმას რა ქვია ელაპარაკება ქართველი ერის უმრავლესობის სახელით და ახლა საკუთარ ესე რომ ვთქვათ ქვეყანას არა მარტო კოცების რეჟიმს საკუთარ ქვეყანას წირავს, ყიდის, ათახსირებს და იძახის რომ ამერიკის იქეთ ხსნა არა აქვს ჩვენ იმასო რა ქვია საქართველოსო თურმე შეერთებულ შტატებს მოუყვანი ვართ ამდენი ხანი მოუყვანი ვართ ამერიკას და ეს მეორე ბებერი ძუკნა კიდე ეს რა ქვია სალომე ზურაბიშვილი ეს ორი ძუკნა ეს თავდაცვის მინისტრი ყოფილა და ის პრეზიდენტი თურმე ჩასულები იყვნენ და კაროჩე ასე რომ ვთქვათ არის დარიეს ააქოთეს ყველაფერი იქ რა ვიცი რა გავიდა რა გამოვიდა ამას მნიშვნელობა არ აქვს მე ვამბობ რა ეს არის ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული აგენტი წლების მანძილზე საკუთარი სამშობლოს ვნების და ღალატის მეტი რო არაფერი უკიდე კოცები იმას ხელს ვერ კიდებენ ხიდაშელი არა ხო ის სულ დამავიწყდა არჩევნების გაყალბება მისი უნიფხო ბიზაშვილი რო გაადედოფლა იმაზე რა ქვია მაშინ არჩევნები რო გააყალბა მუხროვანის ბაზაზე თავისი ხელით რო გადათვალა თურმე ბიულეტენი და 650-მა ჯარისკაცმა 100%-ით რომიცა თურმე ხმა ისა რა ქვია იმას რა ქვია ხიდაშელის იმას ეს არჩევნების გაყალბება კიდე ცალკე
ვიცი ჩემოძმაო, ვიცი ყველაფერი ვიცი მაგ დელტასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვამბობ, აი უშუალოდ ამის მონაწილეობა, რაცა კაცს არ მოგიდია ხელი. იზორია, რომელიც არის კრიმინალის, აი როგორ გითხრათ, იცით? იზორია არის კორუფციის ტიპიური სახე, იმ დონის ნაგავი, იმ დონის ჩათლახი, იმ დონის არაკაცი. საკუთარ ძმას ხო ნარუშილო უკასუკეთებდა, რომ კაციშვილს არ გაეჩერებია და ეს ქონოდა VIP გასასვლელი ქონოდა და მე იმათ, რა ქვია, ახსნა განმარტებას იძლეოდა, რომ თურმე დედამისი ყვიროდა, რომ ჩემი შვილიო არანორმალი თუად მის დედა შევეცე იმაში ეგდოს, რა ქვია, ფსიქიატრიულში, ქუჩაში რა უნდა და მანქანაზე რა უნდა, ნარუშილო უკით ხელში. ეს კიდე არაფერი. იმ გერმანიის ელჩს საკუთარ სახს აკირავებდა თვითონ ახლა ხაზარაძეზე რო იძახი. თუ რამე სამშენებლო კომპანიები იყო ისანში, სამგორში, ამაში ჯარზე გაწერილი ფულით აბსოლუტურად ყველაფერი იქ ჯიბეში ჩადიოდა. კაცი შვილი ბიჭო, ერთი კაცი შვილის სიტყვას არ ამბობს. და ისა ყველაზე საინტერესო რა არის რაშია საქმე, იცით, ღარიბაშვილის დროს რო გეთქვა, რომ როდესაც იყო ეს ბურჭულაძე რო იყო თავდაცვის მინისტრი და ეს თუ ბურჭულაძე. რო გეთქვა, რომ თავდაცვის მინისტროში ეს ხდება, შემოგივარდებოდნენ და დაგიწყებდნენ იმას, რომ შენ ღარიბას როგორ შეიძლება ქართულ ოცნებაში კორუფცია იყოს, როგორ შეიძლება ჯუან შერმაეს, როგორ შეიძლება ირაკლის დროს ეს მოხდეს, როგორ შეიძლება თავდაცვის სამინისტრო საქართველოში კი არა, საერთოდ სოფლიოს ყველა ქვეყანაში საერთოდ არის ფულის ღუნის ყველაზე ესეთი კორუფციული ბუდე. და საქართველოში საერთოდ არის აი ამის ოაზისია ეგ ყველაფერი. ოაზისია იქ ყოველ დღე ხდება კორუფციული გარიგებები. ყოველ დღე ხდება კანონის გვერდისავლით ყველაფერი. კაცშვილი პასუხს არ აგებს. ბურჟუაზია ყოფილა მაგრამ დამნაში. აი ბატონო. ეს დიდი ალბათობით ყველაფერი იმის ბრალი არის, რომ კოცებს თვითონ შიგნით აქვს განხეთქილება ღარიბაშვილის კლანთან და გომელაურის და ლილუაშვილის კლანთან და ჯერჯერობით ღარიბაშვილზე არა მისული საქმე, მაგრამ აი რიჟვაძის დაჭერის ამბავი, აი აგერ ბურჭულაძის დაჭერის ამბავი, კიდე რამოდენიმეს დაიჭერენ ახლა და ნელ-ნელა ამ ღარიბაშვილის წრეს და ამათ საკადრო პოლიტიკას, რაც იყო ამათ ხელში, ამ გომელაურის და ამათ ხელში, ღარიბაშვილის და ლილუაშვილის ხელში კოცობა ამას ნელ-ნელა ამოაძირებს. საერთოდ ივანიშვილს აქვს ესეთი ტაქტიკა. ერთს მეორეზე გადაკიდებს, მეორეს მესამეზე გადაკიდებს, ამგეს დარევს ერთმანეთს და თვითონ ფეხ-ფეხზეა გადადებული და ლამაზად ცხოვრობს და ყველას ალოციებს ბიზინა ივანიშვილს. აი ეს ხდება. და აი ძალიან დიდი დამპალი მდგომარეობაა თვითონ კოცობაში. ახლა გარეთ რო იყოს ცოტა სხვა სიტუაცია, საერთოდ კოცების დამხობას და დაქცევას რა უნდა, მაგრამ ახლა სადაც ხაბე არის ოპოზიცია და სადაც ხაზარაძეა ოპოზიცია და სადაც ისა რა ქვია ოპოზიციები ქვია და პარტიები აქვს, მანამდე 100 წელიწადი არაფერი არ შეიცვლება ქვეყანაში და ამიტომ ბოდიში და თავზე გადაიჯვეს კოცებმა სრულად და რასაც უნდა იმას აკეთებ. შეიძლება მესამე ნაწილს, აი ხაბეიშვილის დაჭერა. ვივა ხაბე. ვივა რევოლუცია. ნო პასარან. მიწაგლეხებს, ქარხნები მუშებს, ხალხს მშვიდობა. ეს თანასწორობა, ძმობა, ერთობა, დემოკრატია, არ ვიცი რომელი ის მოვარგო ახლა ეს ხაბეს დაჭერას. ეს ხაბეს ამბავს რა შეეხება ახლა. ხაბეს ამბავი ამ ყველაფრის ფონზე არის უბრალოდ ჩვეულებრივი სპექტაკლი, ჩვეულებრივი ცირკაჩობა, ჩვეულებრივი იდიოტიზმი, იმით რომ ჩვენონ ახლა ხალხს რო ნაცებს არეულობის საშუალებას არ მიცემენ თურმე გაანეიტრალებენ და რა მაგარია ოცნება და ღმერთო დალოცე და დღეს გამოაკრეს შედეგები, რომელსაც უკვე დაწერილია არჩევნების შედეგები. უკვე 65% აქვს კოცებს. გასული არიან. მე ვახშებს 14% მოუმატ, ესი გირჩ 8% მოუმატ. ეს ახალი მას ქმნიან, ეს სისტემა ახალი მას ქმნის, ახალ ოპოზიციას და სხვა შორის კონსერვებს რო გაქვთ დიდი იმედი რომ არჩევნებში ჩვენ და რო გვპირდებიან ერთ ორ კაცს მაინც შეგაყვანიებთ საკრებულოში. აი გეუბნებით აგერ ეს მორგოშიას ზღაპრებს რო უსმენთ მაგ თქვენი ლიდერის და დამფინანსებელის და მომარჩენალის აგერ მოვა არჩევნები და
ნახავთ ერთი რასაც დაგიწერენ, ასეთ გორბის კვლევაში, რომელიც უკვე წინასწარ შეთანხმებულია, ქარხანას და ირმას პარტია, კი უკვე შესულია თქვენი არჩენ ხართ და არც არავინ მოგცემთ მაგის საშუალებას, რაც არ უნდა ქნათ, იმიტომ სისტემას შექმნილი აქვს ეგ ყველაფერი ერთადერთი მიზნით მორგოშიას თამანდობით, რომ ეს ეროვნული ძალები იქნას დაქსაქსული და არეული და ხა ვისაც გჯერათ, აგერ თქვენ და აგერ მე, აი მოვა აგერ არჩევნები და ნახავთ. ნახავთ აგერ ერთი, აბა რა შედეგებს მიიღებთ და როგორ იქნება. და ვიცი სისტემა როგორ მუშაობს. ასე იქნება ეს ყველაფერი. და ეთქვით, აგერა თუ აღიარებთ არჩევნებს, შემოდით შიგნით და იცხოვრეთ გემრიელად, გირჩი სიამოვნებით შევარდება შიგნით, ქარხანა და ირმა სიამოვნებით შევარდებიან შიგნით. ის ლელოთ შევა, ისიც შევა და გახდებიან დავარი ოპოზიციური ძალები თუ არა და ვიცი, აბა ახლა როგორ სხვანაირად ნელ-ნელა უთანხმებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ლეგიტიმაციას ამ რთულ მომენტში ქოცობას აძლევს ის, რა ქვია, ხაზარა და გამოვიდა კაცი ციხიდან გამოუშვეს, მაგით ერთადერთი მიზნით რომ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას და ღებულობს და უნდა დავჯდეთ და ამ ცირკს უნდა უყუროთ. აი ამ სამი ასე რომ ვთქვათ, დაკავების ძირითადი არსი იყო ეს ყველაფერი. იმის მაგივრად, რომ რეალურ ქვეყანაში როგორც ხდება, ნორმალურ ქვეყანაში როგორც ხდება, იკრიბებიან მთავრობა, ოპოზიცია, ოპოზიციური ძალები, თავისუფალი კანდიდატები ჯდებიან, ეწყობა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მინიმუმ საჯარო ეთერი, სადაც ისმება კითხვები, სადაც ხდება დასმა, ერთმანეთში შეჯიბრი და ასე შემდეგ. აი ამათგან განსხვავებით, ამისგან განსხვავებით, საქართველოში ეს ცირკია. გვაგრძელეთ ბატონო ეს ცირკი, შეგიძლიათ ამ ყველაფერს უყუროთ კიდე მომდევნო 4 წელიწადში, მომდევნო 2 წელიწადში. არ ვიცი, ხმები გავარდა, მე ხა პროცედურებში ის არა ვარ, კიდე პატარა ხანში გახჩო ბრუნდებაო ისევ ესო და გადაივლის ეს ყველაფერიო და გახჩო თავის სიებიო არ ჩაუხსნიო, არ ვიცი პროცედურულად რამდენია და აღდგებაო გახჩო შევაო ისევ ეს პარლამენტში და ეკნება იმუნიტეტია და წავა ეს მარაზმი და გაგრძელდა მარაზმის ყურება. აი იქ იქნება მეტი არაფერი არ იქნება რა. მეტი არაფერი არ იქნება. ახლა თუ ვინმეს გჯერათ ხაბეიშვილის მოწყობილი რევოლუციის თუ ვინმეს გჯერათ რომ ქოცებს ბურჭულაძის მეტი კორუმპირებული არავინ არ ყავთ წრეში. აი არ ვიცი, სხვა ბევრი რაღაცებიც დაიჯერეთ რა. ეფელი ნუ ერთი რაღაცა არის, იცით? არის შანსი, რა შეიძლება ესენი თვითონ რა რევოლუციის მომხდარები არიან ახლა ხალხმა რო იცოდეს რეალობაში, ამ ძალა რომელსაც შეუძლია საქართველოში რევოლუციები მოახდინოს, ეს არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები. დამოკიდებული არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ბრიტანული სპეცსამსახურები, ამერიკული სპეცსამსახურები, თურქული სპეცსამსახურები, რომლებიც ყოველთვის იყვნენ ამ პროცესებში ჩართული. ვარდების რევოლუცია იქნებოდა 90-იანი წლები იქნებოდა მაგალითად თურქული სპეცსამსახურებული გავეშებული ერეოდენ აჭარაში ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია 2-ის დროს. როდესაც ასლან აბაშიძის გაძევებაზე იყო საქმე, იმიტომ რომ თურქებმა კარგად იცოდნენ ასლან აბაშიძის გასვლის შემდეგ აჭარიდან რუსული სამხედრო ბაზებიც გავიდოდა და თურქეთი ნელ-ნელა შეყოფდა წვირს აჭარაში. აი ეს ძალები ახლა არ ვიცი მე ცოტა რთულად საპროგნოზო არის, თუმცა ფაქტია რომ ყველა ძალა თავის თამაშს თამაშობს. თუ მოინდომებენ საქართველოში რევოლუციური სცენარების განვითარებას, ასეთ შემთხვევაში ლიდერს გამოძერწავენ აუცილებლად, არ ჭირდება იმას ხაბე, მიზეზი ბევრი აქვს და ახლა თუ ბიძინა ივანიშვილთან დაალაგებენ, რომ შენ გადადექი და შენ ქონებას და შენ იმას უსაფრთხოების გარანტიებს მიცემენ და ასე შემდეგ და ბიძინას მისი თავის და მისი ფულის მეტი არავინ და არაფერი არ ადარდებს, თუ ექნება ეს გარანტიები, ადგება და გადააბარებს, თორე შიგნიდან ესენი რა რევოლუციის მომწყობები არიან, მაგრამ არავინ იცის, შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს გარემო, ეს არის დამოკიდებული იმაზე, გარეძალები ჩათვლიან იმას, რომ არსებულ ქოცობასთან ურჩევნიათ თანამშრომლობა თუ ქვეყანაში არეულობის შედეგად მოსულ ხელისუფლებასთან. ახლა გასაგებია, რომ დასავლეთს ეგრე ურჩევნია, მაგრამ აქ მარტო დასავლეთის ინტერესი არ იკვეთება, აქ თურქული სპეცსამსახურების ინტერესი იკვეთება, რუსული სპეცსამსახურების, ირანის სპეცსამსახურების, აზერბაიჯანის სპეცსამსახურების. ამიტომ ეს ძალიან დიდი ძალაა საქართველოში და ეს ძალები და ეს მათი ინტერესები ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის. მაგალითად,
აზერბაიჯანს და თურქულ სპეცსამსახურებს სრულიად აწყობს ქოცური ხელისუფლება, მათ შორის რუსულ სპეცსამსახურებს. ნუ ახლა ბრიტანულს და დასავლურ ამერიკულ და ევროპულ სპეცსამსახურებს პირიქით არ აწყობთ. და აი უკრაინის ომის ფონზე უნდათ კიდე ერთი აფეთქების შექმნა. ხოცობას თვითონ არ აქვს სურვილი რომ დათმოს ეს ყველაფერი და მიდის ახლა ამ ყველაფერში ჭიდილი და თუ შეთანხმება იქნება სპეცსამსახურების დააყენებენ ვინმე ლიდერს ჯოხიც რო დაადონ ის იქნება ლიდერი და ის ჩაიბარებს ხელისუფლებას და მოხდება ეგრეთ წოდებული ახალი რაღაცა უსისხლო მშვიდობიანი რევოლუცია. აი ამის თქმა მინდოდა ჩემოკარგებოდა აი ახლა მინდა მოუბრუნდე იმ კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტს სუსში და იმას რა ქვია ახალ დანიშნულ პატივცემულ იმას რა ქვია დინარაძეს მაგარი საქმეები გახსენი საგოლ შენ მაგარი ბიჭი ხარ ბურჭულაძეზე მეტი კორუმპირებული თუ არ არსებობდა თქვენ წრეში და თუ არ არსებობს დღეს აი მიმფურთხებია თქვენთვის და თქვენი სპეცსამსახურებისთვის რამაში სასაცილოა რა უბრალოდ ყველაფერი რა თქმა უნდა ამ ნებისმიერი ქოცმაც უნდა ყველა დამნაშავეა ერის მიმართ და უდანაშაულო არავინ არაა მაგრამ ბიჭო აისბერგის წვერიც არა დაჭერა თუ გინდათ და კორუფციასთან ბრძოლა თუ გინდათ პირველ რიგში ჩაავლეთ იზორიას ჩაავლეთ ხიდაშელს ჩაავლეთ კალაძეს უამრავი კორუფციული საქმეები როა ვინ ისი გამკეთებლები ხართ თქვენ პატარ-პატარა თევზებს დაძდებთ და მოჩვენებით სცენარებს დგამთ იმ რიჟვაძეს კაცშვილი არ მოიგითხავს ამას კაცშვილი არ მოიგითხავს იმას ვიღაცას კიდე ასე გაწირავენ ერთ სამოთხს და აგძენ იმიტომ რომ თვითონ ქოცური ხელისუფლების არსებობა თავიდან ბოლომდე ეს არის ჩემოკარგებო ეს რა ქვია ჩამოყალიბებული კორუფციული დანაშაულებრივი გაერთიანება რომლის მიზანიც არის მევიდა ბიძინე ჭამესვი და იძინე და სხვათა შორის რა მინდა ისე იცი ერთი საინტერესო მოქვეყნებული ოსტატად თუ ნახე ეგ სკრინი რა ეს არ არის სამწუხაროდ მოცილებლად იმედედა ეს რა უბედურება მე მინდა უბრალოდ ქოცის ფენომენი კარგად აგანახო აი ჩემთვის ყველაზე ასე რომ ვთქვა პლატონურად შეყვარებული ვარ აი ამ ქალზე ესა მაგარი ქალი აი ამაზე მაგარი ქალი დღეს ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს ეს არის ქოცების მატაჰარი არ ვიცი აუწოდო წაიგითხეთ აი ქოცის ფენომენი სინამდვილეში რა არის ეს არის ნინოია ჯღარკავა ეს პელენცუკა ეს მართლა პელენცუკა მარნის ჭოტი მართლა რომელიც აი იმ ნაცის მიღებაზე პარტიაში რომელიც გუშინ ოლას რო უძახოდა დღეს რო ბერთვადალოცი ბატონი ბიზნესის ძახის შეხედეთ ახლა რას წერს ვიღაცამ დაუწერა ეგ მაშ კომენტარებში რომ როგორო ესო როგორ შეიძლება უკაცო ჩვენ ბრძოლობთ ჩვენ წვალობთო და ეს ნაცებიო მოკყავთო და ესო როგორ ახეთ რას წერს მიშაც რომ მიიღონო პარტიაშიო მიშაო სააკაშვილი მიშაც რომ მიიღონო საწერო პარტიაშიო მეო ქართული ოცნების დამტოვებელი არა ვარ მე ქოცობის დამტოვებელიო იმიტომ არა ვარ ქოცობის დამტოვებელი რატო არა სისხლი მაქვს ჩაქცეული სისხლი კი არა აქვს ჩაქცეული საჭმელი სასმელი შემოსავალი ფული რა ვიცი გავლენები კონტაქტები როგორ დატოვებს ამას მე ვინ უყიდის ახალ ტრუსიკს მე თმერს ვინ შეუღებავს და საინტერესო არის ქოცების გაგრძელება შემდეგ აი ქვემოთ დააკვირდი აი სწორი გადაწყვეტილება არის აი სწორი გადაწყვეტილება აი ზუსტათო აი ესენი არიან ქოცები აი ეს არის ქოცის ფენომენი თავის დროზე ესენი რომ მიიღო სააკაშვილს და ჩაეწერა თავის ბანდაში პირველი მიშისტები იქნებოდნენ მაგრამ საქმე ერთ რაღაცაში იყო რა
სააკაშვილი თავისი ბანდის ხალხს არჩევდა იმით, რომ ხალი უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა შესახედავი, სახმარად რო გამოდგებოდა მის ქარამხანაში და ასე შემდეგ და ასეთ უკვე კლიმაქსის ასაკში შესულ ადამიანებს უკვე თავის იმათ არ ირჩევდა, რა ქვია. თავის სიმპათიაში არ უშვებდა და ამიტომ დარჩენ ესენი ენა გადმოგდებულები. და სამაგიეროდ ბატონო, გამძღარია. სამაგიეროდ ვინ შეიყვანა, ვინც გააზღო, ვინ ჩააცვა, ვინც ახალი ტრუსიკი უყიდა და თმები შეუღება. ვინც გინდა, თუ გინდა ჯალალედინი გააცოცხლებ, კაცო და ვინც გინდა ის დაუშვით თავში პარტიას როგორ დატოვებს. მე მოკლავ დედას, დავხრიტავ მამას, თუ ქართული ოცნება იბრძანებს ამას. მიდი ნინიკო, მიდი შემოგები, მაგარი ქალი ხარ, აი, ასე მწყოხტად ნინიჩკა. აი ეს არის მთელი უბედურება საქართველოში, რომ საზოგადოება არის დასული ამ დონეზე. და სხვათა შორის რა არის, იცით? ძალიან საინტერესო არის ერთი მომენტი. აი ახლა როდესაც ვრცელდება ეს ამბები, რომ ერთმანეთზე ძალადობა და ერთმანეთზე მუქარები და ონლაინ ბულინგები და ინტერნეტ დარეკვები და რა ვიცი ასე შენ ამას გიზამ და შენ იმას გიზამ, მართალია, ეს მართლასია. აი ერის ასეთ გადაკიდებაში იღებენ ფულს. და ყავთ იქ ვიღაცა კიდე ერთხელ გაფრთხილებთ, აგერ ბიჭო მაგალითი გაქვთ სახეზე, არათუ კუნთმაგარდა გონება ჩლუნგად გამოცხადებულ აქტივისტებს, ჩემო კარგებო, თავიანთ ბანდაში ვინც მინისტრები იყონ, იმათაც კი არ ინდობენ. როცა ამ მინისტრებზე 100 ჯერ და 1000 ჯერ მეტი აქვს მოპარული. ასე გამოგიყენებენ მერე ბარეორს პრეზერვატივით და გადაგაგდებენ. რატო ვამბობ ახლა? საინტერესო ამბავი მინდა მოუყვე ჩემს აუდიტორიას და დავამთავრო. მოკლედ ვიღაცა გულმხურვალე კალაძის ძმაკაცი ვარო დამიკავშირდა, არ ვიცი. ყველას მინდა კიდე ერთხელ გითხრათ რა. ბიჭო 44000 გამომწერი მყავს, იქეთ პირადი გვერდზე 5000 ცალკე, იქეთ ტელეგრამი ცალკე, ფიზიკურად ვერ ვახერხებ, რომ ყველას გავცე პასუხი და მით უმეტეს ახალ მოწერილებს ვერ ვახერხებ ფიზიკურად, ადამიანი ვარ, მაშინ მეტი არაფერი არ უნდა ვაკეთო და ბოდიშ გიხდით, რომ ვერ გპასუხობთ, კაცო, მაგრამ არცერთ უინმეს ესე ძალიან გინდათ კონტაქტი და რამე არის ელექტრონული პოსტას მოგწერთ და მომწერეთ, კაცო, ამ ელექტრონულ პოსტაზე და გაგცემთ პასუხს. ახლა რა ვიცი, სიკვდილის სიცოცხლის ამბავი, რა ვიცი. ჩემს არ მოუკლია თავი და არც არავინ მეიგლავს მომავალში, კი ვიცი, მაგრამ თუ რამე შემიძლია, კი ბატონო, შეგიძლიათ ამიკავშირდეთ რა. ბევრს ვერ ვცემ პასუხს რა, უბრალოდ და არა, კიდე ერთხელ არ გეწყინოთ რა. მოუწერი, არ ვიცი, მე ახლა მოუწერია და ახე რა, დღეს დილას ვნახე შემთხვევით და უსმენ ახლა მაინტერესებს და შენო დამიკავშირდიო რა, გეშინიაო კაცო, შენო ჩემ ოჯახსო შეეხეო. მეთქი ვინაა კაცო? აქავარო, მე საფრანგეთში ვარ, აქ ყოფილა, სადღაც აქ ყოფილა რა. კალაძის მაგაცი ვარო, მირეკავს. ისმენ მე მევთხარი, რა გინდა ერთი რა, შენ როგორ შეგეხე, მევთხარი ერთი შენ ოჯახს როგორ შევეხე, რანაირად შევეხე. შენო კალაძესო რო შეაგინეო და მისო მაგაცებსო, მეც შემეხეო. მეთქე სულ არ გიცნობ შენ და საიდან შეგეხე შენ მეთქი ახლა. მე როცა ვნახე, როგორ ზამთარში, როგორ დაყარეს თოთო ბავშვები ქუჩაში გამოსახლებაზე და არაერთხელ და იქ დაიბარეს, რომ ჩვენ კალაძის მაკაცები ვართ და ფეხები ვერავინ მოგჭამოსო, იმ გაჭირვებულ ხალხს რო უთხრეს. ხო, გამწარებულზე შევიგინე, მე მიმიფურთხებია იმ ქართველისთვის და დღესაც შევიგინებ და ყოველთვის შევიგინები თოთო ბავშვებს მასიურად, მით უმეტეს როცა დაყრი ქუჩაში და არ გაინტერესებს არც მისი სახლი, არც მისი კარი, არც ის, მოიქცევი როგორც ჯალალედინი ექცეოდა ქართველებს ისე, ხო რა ისა გაქვთ ერთი პრეტენზია.
ხო მე ვთხარი მე რა მოხდა მეთქი იქ რამოდენიმე იყო ვინც ეს თქვა და ესე გააკეთა და შენ რა შუაში ხარ მეთქი მეცო მეხებაო ანუ შეურაცხყოფილი ვარო მეცო მეხებაო და მე რა გინდა მე ვთხარი ახ შენ თუ გეხება რა გინდა მე ვთხარი მეო პოლიტიკა არ მაინტერესებსო ჩემ ისეო მელაპარაკე კაცურად ზმაკაცურათო მელაპარაკე ქუჩურათო მელაპარაკე ქუჩურად რა უნდა გელაპარაკო ბიჭო მე ვთხარი კალაძეზე რა უნდა გელაპარაკო მე ვთხარი კაცმა რომელმაც ადგა და გათხოვილი კაცი თბილისელი კაცი ხარ მით უმეტეს როგორც ამბობ გათხოვილი კაცი მე ვთხარი დააჯილდოვა მე ვთხარი საპატიო მოქალაქით მე ვთხარი მე არ მყავს მე ვთხარი ისეთი ძმაკაცები რომლებსაც პიდარასტები ყავთ ძმაკაცები მე ვთხარი და მე არ მყავს ისეთი ძმაკაცები რომლებიც მე ვთხარი პიდარას საუკეთესო თბილისელის წოდებას აწვდიან მე ვთხარი შენ თუ ყავს მე ვთხარი პიდარასტის ძმაკაცი მე პიდარასტი მიმაჩნია მე ვთხარი შენ თუ ყავს მე ვთხარი პიდარასტების ძმა რა კაცურად როგორ მელაპარაკები მეთქი რა ხა კაცურზე როდესაც გადავი eno bicho rasampopo კალაძეო ქურდების ძმაო ვაიმე დედა მე ვთხარი ქურდების ძმა რა ვიცი მე ახლა ქურდები და თავრობის ხელისუფლება ერთმანეთთან არასდროს არ ძმაკაცობდა ყოველთვის კანონდამღები იყო ქურდი და ხელისუფლება იყო და ყოველთვის დატაკებული იყვნენ ერთმანეთში და რანაირი ძმაკაცობაა მაგი მით უმეტეს კაც რომელსაც პიდარასტები მიაჩნია პირველ კაცებად იმაში რა ქვია ქალაქში მე ვთხარი რა გინდა მაგით რო თქვა მე ვთხარი პოლიტიკოსის ძმაკაცი თუა და ქალაქის მერის ძმაკაცი თუა ქურდი თუა მე რა არ ვიცი მე რომელი ძმაკაცი ყავს მაგას ქურდები მაგრამ არ ვიცი ძმაო კალაძე რომელიც ნიფხავში გამოწყობილი ეგერ იყო იმაში რა ქვია არმანის რეკლამას აკეთებდა და ეგერ დემნაგვასალიას ცნობს საპატიო და ჯიგარდა ვაშკაც თბილისელად მეტრაკე კაცი რომელიც პირწავარნილი მიშისტი იყო თავის დროზე და კაცი რომელიც რა ვიცი მე არ ვიცი ძმაო ვერცმა გაგიმარჯოთ ამდენ კაცთან ვიც ძმაკაცობს არ ვიცი ქურდი იქნება თუ ის იქნება თქვენი საქმეა მაგრამ მე ახლა კაცური მორალიდან გამომდინარე ნახდათ ვიტყვი იმას რომ ყველა პროფესიის ადამიანი ყველა ცხოვრების წესის ადამიანი შეიძლება გყავდეს ახლა კაცური იმის ადამიანს მეგობარი მაგრამ ზნეობრივი მორალური კოდექსი იდარასტების მაგას ჩემს მაგას მიღებს ვერ იქნება არ ვიცი მე რა გინდა მე ვთხარი და ახლა მით უმეტეს პოლიტიკურად რო ანუ ისა სააკაშვილის ძმაკაცი ქურდის ძმაკაცი რა თუნდაც ერთი დროს ძმაკაცი 2007 წლიდან 2011 წლამდე თუ 10 წლამდე ხადო ორი ჩემი ძმაკაცი უნდა გაახდეს როგორ უნდა გაახდეს ანდა ეს რა არის რა ქვია ქალაქის მერის ქურდებთან ძმაკაცობა ეს და თან ტელეფონში ასე ღია საინტერესო რა არის ახლა შენო ბიჭო უცებ გადავიდა მე იმას შენო ბიჭო ხიდაშელთანო ახლობლობდიო და შენო ვეშლებ ჩემ ძმაში მე ოფიცერი არ ყოფილა შესწირო ისე მეორედ რო იცოდი ხო მე არ ყოფილა ოფიცერი ჩემ ძმა იყო ოფიცერი მაგრამ დავალებული აქვს ახლა ამ პიტალოს და ის ერია მე და ჩემ ძმაში ევერია ხო მოდი მე ვთხარი მე მოგცემ მისამარს და მოდი ნახე მე ვთხარი სადაც ავარ მისამარს იგინება ილანძღება ისიც სიმონ აი რომელი კაცურია კიდე ამ ტელეფონში გინება საითო რა ვიცი ეგ სადისა შენ საცხოვრობ მე მოვალ თქვა კაცო მე მითხრა მეო შენო გნახაო მეო ვიციო შენო სადაც ცხოვრობო და მეო გადაგწვაო შენო ცოლშვილს ამოგიწყვიტაო და არ მყავს ბატონო ცოლი და არ შვილი ჩემ ძმას ყავს აი ბატონო მე ვთხარი ახლა მაშინ და თუ გინდაო მე რეო ჟანდარმერიაზე გადავეცი კი ბატონო აუცილებლად გადაგცემ ჟანდარმერიაზე შენ ტელეფონის ნომერით ხო არა მე საინტერესო რა იყო კაი მე ვთხარი აუცილებლად გადაგცემ ჟანდარმერიაზე თქო უეჭველი მე ახლა მეტი რა საქმე მაგა ქურდობას მე არ ვაპირებ და ძველი ბიჭები არა ვარ და ახლა სისტემა ქვეყანაში მდევნიდა და აქანი არ მაყენებენ მისი იგი რა ქვია ნარკომანები და იმათ გადაგვარებული ხალხი ეს პოლიტიკური ძველი ბიჭები კი მე ვთხარი რა პრობლემაა თქო კაცო ავწერ მე ვთხარი ახლა აი ხელა განცხადებას გავაშანშალებ მე ვთხარი
ხელისუფლების მომხრეები კიდე აქ მე ვთხარი ჩემს და ჩემს ვაზე ჩემ ოჯახზე ახორციელებენ დევნას მე ვთხარი. აუ ეგი გეიგონა. ამით იშა ტელეფონი. ურეგა არ იღებს. შევედი Facebook-ში და დამბლოკ. ხო და ამ ხნის კაცი ასეთი პიტალო რო იქნება. ხო გამოგიყენენ ტორპედო. არა ბიჭო, ახლა თავზე ხელის გადასმას დაგიწყებ. ავაშანშალებ ეგერე? უზარმაზარ განცხადებას ჟანდარმერიაში თქვენდაერი მან დაუშკები ბოზები რამდენი ყავთ აქანი ქოძებს გამოგზავნილი იცი? რამდენი შემოხვედრია? წადი მე ეგერ და საფრანგეთის ჟანდარმერიასთან ამტრია ცხვირპირი სახელი ვიცი, გვარი ვიცი, ტელეფონის ნომერი ვიცი, საცხოვრებელიც ვიცი უკვე, Facebook-ის გვერდიც ვიცი, WhatsApp-იც ვიცი, TikTok-იც ვიცი. აბა რა ვქნა ახლა მეტნაირად რაფერ მოგიგერიოთ ეს კატეგორია ხალხი რანაირად როგორ მოგიგერიოთ მისამართგეუნები არ მოდიხარ შენსაც არ მაძლევ მე ვიცი შენ როდის მოვალო სადაც ცხოვრებო ოჯახს გადაგიწვაო და დაგხოცავ და ამას იზა ალადის ვიცი ალბათ ცოტა მეტი მოგივიდა გაჩხერა და გადაამლაში მოგაკითხავენ მალე მოგაკითხავენ ერთი ხო არ ვიცი ძმა ჩვენო მე გდანელი ვარო და გდალშიო ერთათო გევიზარდეთ ბოშებს ძმა კაცები ვართო და არ ვიცი სიმართლე გითხრა არ დაუსახელებია ერთი რომელ ქურდებთან ძმა კაცოს კალაძე ან რა ვიცი რომელი ქურდები ძმა კაცობენ კალაძესთან აცი რომელიც მიშას მარჯვენა ყვერი იყო თავის დროზე და მიშა მაგარიას იძახოდა და ასე ისე და მერიაგერ მაგ ჩემი საქმე არა მაგრამ აი ასეთი ახლა წარმოგიდგენიათ ასე დაურეკავენ ვიღაცას ასე დააშინებენ ასე დაატერორებენ ასე შეაშინებენ ასე დააჩმორებენ ასე იზამენ ისე იზამენ და ჩვენ მევიგეთ არჩევ აბა თქვენ იმენა ბიდლო ბიჭო მე ვთხარი ნარკომან ხმა ქონდა წამპალი ნარკომანი ახლა ესეთი ზარები და ეგეთი რამდენი მქონია კაცო მაგრამ ეს განსაკუთრებით საყვარელი იყო რა ეს იყო განსაკუთრებით საყვარელი იყო და მე ვთხარი ბიჭო ერთი ჩეკი წამალის გულის და სულ სყიდი შეუპატრონო მე ვთხარი თუ რა გჭირს რატო იღუპავ თავს მეთი ვინა ბიჭო ნარკომანიო შენ ზონასო შტანგას ვწევ ალადეც მე რა ვიცი აგერ გეუბნები ბატონო მისამართი გინდა გაინტერესებს მე-16 რაიონი პარიზი პორტ დოფინთან ბულონის ტყეა მობძანდი იქ შეგხვდები ჩაგეხუტები რა გითხრა ახლა მეტნაირად რა გითხრა შემიძლია სხვა ადგილი შეგირჩიო აი შემოკარგებო დაგემშვიდობებით მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და ღმერთმა უშველოს ამ ჩვენ არეულ დარეულ ქვეყანას და გადაგვარებულ საზოგადოებას მიდი ჩემი ძმა მიდი ერთი მევიდეთ მე და შევიცუცკოთ იმას და ვიბაზროთ ერთი და რომ მოგაკითხავ ჟანდარმერია მე ეს რა გავაკეთეო არ იძახო რა ხო რა ბიჭო ახლა იმას ვიზამ რა ქვია კოცების ძმაკაცებს შეუცუცქებ და იმას დაუწყებ აქეა მაგ დავამთავრე მე ძველ ბიჭი არასდროს ყოფილი ვარ მაგრამ მაგინაირი ქუჩური რაზბორკები და ამნაირი რაღაცები დიდი ხნის წინ ახლა 40 წლის კაცი ვარ და არ მცხელა მაგნაირი რამეებისთვის არ მხიბლავს კარგად სანდებოდეთ